გმირებმა მე და შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა და აქვს იქ სადაც ანიბანი იქ სადაც დირი დარი დურია დინება გინება ინება თავები დაკარგეს გმირებმა მე და შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა და აქვს საღამომშვიდობისა, პატივცემულო ტელემაყურებლებო, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად ტელეკომპანია მაესტროს ეთერში. ძალიან ესეთი პროცესები, საინტერესო პროცესები დაიწყო საქართველოში. მე მგონი ამ პროცესების დაწყებას ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა. იმიტომ რომ ამდენი ხნის განმავლობაში 30 წლის განმავლობაში და კიდევ უფრო მეტის არ დარქმევია თავის სახელი არაფერს და მე მოხარული ვიქნებოდი, რომ მთლიანად ყოფილიყოს ეს დაუშვათ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდეს, მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა მოხერხდეს მთელი ამ 30 წლიანი პროცესების შეჯამება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, ქართულმა ხალხმა, მისმა ახალგაზრდობამ თუ რა უახლოესი ისტორია გავიარეთ ჩვენ და სადამდე მივედით და რატომ მივედით აქამდე აი ამ პროცესებიდან გამომდინარე. დღევანდელი ჩემი სტუმარი, ჩემი მეგობარი ირაკლი ბათიაშვილი იქნება. ირაკლი ყველამ კარგად იცით, რომ აი ზუსტად გუშინ წინ უყურებდი მერაბ კოსტავაზე ფილმს და ყველაფერი თავიდან ამომიტივტივდა თუ როგორ ვიწყებდით ჩვენ აი ამ ყველაფერს 80-იან წლებში, როგორ გავიარეთ ეს ყველაფერი, როგორი ერთსულოვნება იყო ეროვნული მოძრაობა თავისთავად, როგორ აერთიანებდა ამ ყველაფერს ამ ადამიანებს ერთად. მე ვიტყოდი ერთი ადამიანი მერაბ კოსტავა და მისი გამოცვლის შემდეგ, მისი დაღუპვის შემდეგ, როგორ წავიდა პროცესები დაპირისპირებისკენ, ერთმანეთის შუღლისკენ და ის მთავარი საყრდენი, რომელიც გამოეცალა მაშინ ქვეყანას, ჩემი აზრით ეს იყო ყველაზე უფრო დიდი ტრაგედია, რაც შეიძლება მოხდარიყო ამ მოძრაობაში და ამის მერე დაწყებული ყველანაირ მოვლენაში, რაც კი საქართველოს მოხდა. ის იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა და იმდენად ავტორიტეტი იყო და წონიანი ფიგურა იყო საქართველოს ისტორიაში, რომ მისმა წასვლამ ამ ქვეყნიდან, მისმა დაღუპვამ გამოიწვია ეს პროცესები, ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით ესე მოხდა, იმიტომ რომ დაიშალა ყველაფერი ის, რაც ამ ერთი ადამიანის გარშემო იყო თავმოყრილი. და პრინციპში ამ კინომ გააცოცხლა ჩემში ყველაფერი ის, მაშინ ვერ ხვდებოდით, შედარებით ახალგაზრდები ვიყავით და გესმით, რომ ყველას ახალგაზრდობაში ასე თუ ისე სისხლი გვიჩქებდა, იმდენად მაღალი ის იყო, რა ქვია, პლანკა იყო აწეული საქართველოს დამოუკიდებლობის თვითონ, რომ ყველაფერი და თავისუფლების ყველაფერი მეორე ხარისხოვნად გვეჩვენებოდა და ეს იყო ჩვენი შეცდომა, რომ შემდეგი ნაბიჯები აღარ იყო გათვლილი, შემდეგი მოცემულობა რაც დადგა, ის არავის თავშიცაც არ მოგვივიდოდა, თუ ესე შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები. ირაკლი ამის ყველაფრის ცენტრალური მონაწილე იყო და მე მინდა სპეციალურად ამიტომ მინდოდა დღეს რაღაცნაირად სხვანაირ ფორმატში წარმემართა ეს ჩვენი გადაცემა, რომ თავიდან დაგვეწყო ეს ყველაფერი და აი ეს სიტუაცია და ის ვითარება, რომელიც დღეს მიდის საქართველოში, ეს პროცესი საგამოძიებო კომისიას გულისხმობ, თვითონ რამდენად დროული იყო ამის დაწყება
დღეს და რამდენად მისი გაგრძელება დაუშვათ ყოველთელი ამ 30 წლიანი ისტორიის მანძილზე რამდენად შეიძლება რომ ეს იყოს გაგრძელდეს და არ დავამთავროთ კონკრეტულად იმ 9 წლიანი მმართველობით, გავიაზროთ ის წინა წლებიც, გავიაზროთ შემდეგი წლებიც და რომ რა თქმა უნდა უფრო შედარებით მშვიდად, ნორმალურად და კარგად განვითარდეთ. რამე თუ მოგეხსენებათ რომ იგივე სიტუაციები მეორდება, რაც სამწუხაროდ ახალგაზრდებმა ძალიან კარგად არიციან და ერთი და იგივე წყალში რომ არ უნდა საზოგადოებას შევიდეს, ამიტომაც უწევს აი ამ წინააღმდეგობას, ამ ვითომ თავისუფლებისთვის მოძრაობას, იმიტომ რომ იქ თავისუფლების არაფერი არ წყია, თქვენ კარგად იცით რომ აგე გუშინას გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ბანერების წინ ხდებოდა ეს ყველაფერი და ამ ახალგაზრდებმა მინდა იცოდნენ რომ რაც არ უნდა თავისუფლებისთვის იბრძოლოთ, იქ მაინც ის ძალები ჩაგანაცვლებენ, ის პარტიული ძალები ჩაგანაცვლებენ და გვერდზე დარჩება ყველაფერი, აი ეს მთელი თქვენი ბრძოლის მონაკვეთი, რასაც თქვენ თავისუფლებისთვის ბრძოლას ეძახით. იმიტომ რომ თქვენ წინ არავინ არ გაგიშვებთ, იქ არიან რა ვიცი, როგორ გითხრათ, აი მთელ ამ პოლიტიკურ ესე ვთქვათ გამობრძმედილი ცუდი მნიშვნელობით ხალხი, ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი პირადი ინტერესებით და პარტიული დავალებებით იბრძვიან. ასე რომ დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად, მადლობთ ირაკლი რომ მოხვედი და მოდი აი ესეთი კითხვით დავიწყებდი შენთან, აი რამდენად იყო დღეს დრო ამისი რომ აი ეს პროცესები დაწყებულიყო, რა პროცესებიც დაიწყო პარლამენტში და როგორ ფიქრობ შენ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს და განვითარდეს ეს რომ დაუშვათ კონკრეტულად ერთი პოლიტიკური ძალის გასამართლება ან ამითი მორჩეს ყველაფერი და მთლიანად რომ განვიხილოთ ეს 30 წლიანი ისტორიის ჭრილში და დაუშვათ თუ ამ კომისიამ არ იმუშაო, შემდგომში მაინც ვინმე გააკეთეს რომ დავარქვათ ყველაფერს დაუშვათ თავისი სახელი, რაც საქართველოს გაიარა. ეხლა ლაპარაკი არის უშუალოდ აი საქმე ეხება 9 წლიან მმართველობას, თუმცა ეხლა ცვლილებად შეიტანეს 2012 წლის შემდგომაც პერიოდსაც ეხება ეს გარკვეულწილად ეს საგამოძიებო კომისიის მუშაობა. მე მინდა ხა ჩვენ რეალისტები ვიყოთ და როცა ლაპარაკია ერთია საგამოძიებო კომისიის მუშაობა, ხა როცა ეხება 9 წლიან პერიოდს, ეს 9 წლიანი პერიოდი შორეული არ არის და ხა 30 წლიანი პერიოდი, 40 წლიანი და 1 საუკუნოვანი გამოძიებისთვის ეს უკვე საკმაოდ ესე რომ ვთქვათ რთულიც არის და არარეალური რაღაციც არის. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რასაც შენ ამბობ, გია რომ აუცილებელია ჩვენი უახლესი ისტორია სწორად შევაფასოთ, აი განხილვა, შეფასების მათ შორის ზნეობრივი, სამართლებრივი, პოლიტიკური შეფასებების გაკეთება ეს აუცილებელია 30 წლიანი პერიოდისაც, უფრო შეიძლება კიდევ მანამდელი პერიოდისაც, შეიძლება ეს საუკუნოვანი პერიოდიც იყოს და ეს აუცილებელი რამეა, მაგრამ რაც ეხება ეს კომისია არის არა ვთქვათ კომისია რომელიც რაღაცას უბრალოდ განიხილავს, რაღაცას უბრალოდ იკოლევს, ეს არის საგამოძიებო, პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომლის დასკვნები, რომლის ესე რომ ვთქვათ მასალები გადაეცემა უკვე კონკრეტულად საქართველოს პროკურატურას, ხო ესეა რა? და სასამართლოს გადაეცემა საბოლოო ჯამში, ანუ აქ ლაპარაკი არის ცალსახა ესე ვთქვათ საგამოძიებო მუშაობაზე, რომელსაც ატარებს უკვე საპარლამენტო კომისია. ეს რა თქმა უნდა არის მისასალმებელი და მე მგონი ჩვენ ახლა მთელი საზოგადოება საქართველოსი ამ ერთ პოზიციაზე ვიმყოფებით. რა თქმა უნდა ეს რეჟიმი 9 წლიანი, რომელიც 2003 წლიდან მოვიდა და 2012 წლამდე იყო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, რომ მისი საქმიანობა
რომელმაც უამრავი ადამიანი შეიწირა, უდანაშაულო ადამიანი მათ შორის, რომლის კისერზეც არის საშინელი მთელი რეპრესიების სერია, ბიზნესის რეკეტი, თავისუფალი მედიის, ისე ვთქვათ, მოშტობა და ტერიტორიების ხო, არა, ჯერ მინდა ესე კიდევ ერთხელ კარგად ეს ყველაფერი გავიხსენოთ და კიდევ ერთი მომენტი. ამ რაოდენობის პატიმარი მთლიანობაში, რაც ამ რეჟიმის დროს იყო, ბოლო პერიოდში საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომ ამ რაოდენობის პატიმარი საქართველოში იყო ბერიას სტალინური ბერიული აი ამ სისხლიანი მმართველობის დროს. მე ვგულისხმობ, რაც საქართველოში იყო. ესე იგი, არნახული რაოდენობის პატიმარი, რაც იყო საქართველოს, ესე ვთქვათ, აი სახლ-შელახსოვრობით დაწესებულებებში და ესე იგი, რაც ეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემულ პირთა რაოდენობას, რომელიც 300,000-ს ხდება, ეს საერთოდ ყველანაირ, ასე ვთქვათ, ფანტაზიის მიღმა მიდის, პრაქტიკულად გამოვიდა, რომ მთელი ქართველი ერი ამ რეჟიმმა გამოაცხადა კრიმინალად და თითქმის ოჯახი არ დარჩა, ან მისი წევრი, ან უახლოესი ნათესავი რო არ ყოფილიყო სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემული და ესე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, აი ეს რეპრესიები, განსხვავებული აზრის დევნა, მედიაზე საშინელი ზეწოლა, მედიის პირდაპირი, ესე ვთქვათ, მოშთობა თავისუფალი მედიის და რა თქმა უნდა, ასევე, რაზეც ახლა მიდის საგამოძიებო კომისიის მუშაობა, წინაპირობების, ხელშემწყობი წინაპირობების შექმნა იმისათვის, რომ რუსეთს მოეხდინა ოკუპაცია ჩვენი ტერიტორიების, მე ვგულისხმობ და საბოლოო ჯამში ანექსია, ის რაც არის დღეს უკვე ეს ტერიტორია ოკუპირებული, ეს არის ფაქტობრივად ანექსირებული ტერიტორიები რუსეთის მიერ, ვგულისხმობ ცხინვალის რეგიონს და ვგულისხმობ აფხაზეთს. ანუ ამის ხელშემწყობი წინაპირობების მთელი ვთქვათ, თავარი დანაშაული აქ რა არის, რომ როცა ლაპარაკი ვინ დაიწყო ომი რუსეთს. რა თქმა უნდა, ხე ჩვენ ომი რუსეთთან არც არ დაგვიწყია, იმიტომ რომ ჩვენ ტერიტორიაზე ჩვენ ესე იგი ვლადიკავკაზში ჩვენი ჯარები არ შესულან და საქართველოს საზღვრებს იქით არ გადასულან და თავისთავად ცხადია რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთი ამ ომისთვის ემზადებოდა გაცილებით 2006 წლიდან უკვე გენერალური შტაბი რუსეთის ემზადებოდა ამ ომისთვის. ისინი გამზადებულები იყვნენ, მათ ჭირდებოდათ მაპროვოცირებელი მიზეზი, საბაბი, ხელშემწყობი, ესე რომ ვთქვათ, წინაპირობები და ეს რა თქმა უნდა შეუქმნა სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა თავისი ან უგუნური მოქმედებებით, უკეთეს შემთხვევაში მათთვის შეუგნებელი მოქმედებებით, ან უარეს შემთხვევაში შეგნებული მოქმედებებით. იმიტომ რომ მე ახლა მინდა პირდაპირ ცით რა არის, აი დავსვა კითხვა რა, როდესაც ლაპარაკია 2008 წლის აგვისტოს ომზე და ამდენი რომ აი სულ კითხვა რომ აი კი მარა ხო რუსეთმა დაიწყო ეს ომი და მაშინ სააკაშვილის ესე იგი ფაქტობრივად ესეთი პრეტექსტი არის ყოველთვის ისინი ვინც გარკვეულ პრეტენზიებს უცხადებენ თქვათ ხელისუფლებას და იმპოზიციის მქონე ხალხს აქ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს რომ აი სააკაშვილაშვილ რუსეთი შემოიჭრა ესე იგი მე მინდა ერთი კითხვა დავსვა რომ რუსეთმა დაიწყო ხო ეს ომი რუსეთი შემოიჭრა საქართველოს მაშინ რატო ხდება რომ არც 7 აგვისტოს არც 8 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ მთელი ეს ვიდეო ჩანაწერები რა განცხადებები კეთდება სააკაშვილის მხრიდან მისი პოლიტიკური თანამებრძოლების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიერ უმაღლესი სამხედრო პოლიტიკური თანამდებობის გენერლების მიერ სამხედროების ანუ განცხადებები რა სახისა განცხადებები არის შემდეგი რომ ჩვენ ესე იგი ავიღეთ ფრისი ავიღეთ ხეთაგური შევედით ცხინ არც ერთი განცხადება წარმოგიდგენიათ
რუსეთი შემოიჭრა, მოდის და არც ერთი საჯარო განცხადება არც პრეზიდენტის მიერ არ კეთდება იმის თაობაზე, რომ რუსეთი შემოიჭრა და ჩვენ თავი უნდა დავიცვათ. არამედ კეთდება ის, რომ ჩვენ წინ მივიწერთ. აი ბოლოს უტიაშვილის ის იყო გამოსვლა, როკი თითქმის თქვა, რომ როკის გვირაბამდე ვართ გასული, ამ დროს უკვე სულ რამდენიმე საათში რუსეთის ჯარები თითქმის უკვე გორამდე იყვნენ მოსულები. რა თქმა უნდა, აი მე ეს ცხადი იყო, რომ მთელი აი ეს მოქმედებები, რაც იმ დროინდელმა ხელისუფლებამ, ის ნაბიჯები, რაც გადადგა, ეს იყო ყველაფერი ხელშემწყობი პროვოკაციული ქმედებები, რომელიც ჭირდებოდა თავისთავად ცხადია კრემლს, როცა განეხორციელებინა აი ეს შემოჭრა ინტერვენცია და თავი თვითონაც ფორმულირება რო გავაკეთოთ უფრო სწორი, ჩემი აზრით იქნებოდა ესე, რომ სპეცოპერაცია დაიწყეს საკუთარ ქვეყანაში. ომი არ დაუწყიათ. ანუ რაღაცა ხო დაიწყეს მანამდე სანამ ისინი შემოვიდოდნენ. ეს რაღაცას რა ქვია? არა, ეხა როგორი რამე, იცი, აი ჩვენ შეგვიძლია ეხა აი მე გეტყვით, ანუ ჩვენი უბედურება რა. ჩვენ წესით ადამიანები სწავლობენ სხვის შეცდომებზე, ხო? მაგრამ ჩვენ შეცდომებზეც ვერ ვსწავლობთ ხშირ შემთხვევაში. ანუ პირდაპირ ვთქვათ, ის რაც წლების მარტო სააკაშვილის დროს კი არა, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა აფხაზეთში, აი აფხაზეთის ომის დაწყების წინა პერიოდი არის. იგივე რაც ხდებოდა ცხინვალის რეგიონში. სეპარატიზმი, შეიარაღებული ფორმირებები, ტერორისტული დაჯგუფებები, ამას არც ერთი სახელმწიფო არ მოიწონს, არც საფრანგეთი მოიწონს, არც რომელიმე მის შტატში, რას ლაპარაკობთ, სპეცოპერაციას კი არა, ძალიან დიდ ძალებსაც გამოიყენებენ, ამას ჩაახშობენ. ამას არ დაუშვებს არც ერთი ქვეყანა, რაც ხდებოდა არძიმბას დროს აფხაზეთში, რაც ხდებოდა ესე ის განუკითხაობა, რაც ხდებოდა გინდა ცხინვალის რეგიონში, რა თქმა უნდა, შენ პრიორიტეტი უნდა მიცე ყოველთვის, რომ მოლაპარაკების გზით მშვიდობიან, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ რაღაცნაირად მშვიდობიანად დაარეგულირო ეს. მაგრამ შენ გაქვს როგორც სახელმწიფოს იმის უფლება, რომ აი ესეთი სპეციალური ოპერაცია შენსავე ტერიტორიაზე ჩაატარო, იმისთვის რომ კონსტიტუციური წესრიგი აღადგინო. მაგრამ შენ რო ხელისუფლება ხარ და აკეთებ, ჯერ როგორ აკეთებ ამას ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ატარებ. მეორეც ერთი, შენ ხო ელემენტარულად უნდა გათვალო, რომ ამას რა შედეგები შეიძლება მოხდეს. აი მაგას ვიძახ. რომ შენ სწორედ ამას ელოდება შენი ჩtildeოეთელი მეზობელი და საბოლოო ჯამში შენ უკვე სეპარატისტებთან და ბანდფორმირებებთან კი არ გექნება საქმე გექნება პირდაპირ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან. აფხაზეთის ომის დაწყების წინაპირობები რა იყო? საშინელება ხდებოდა აფხაზეთში. ესე განუწყვეტად ჯერ ხარ იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რკინიგზის აფეთქებები და დივერსიები. მაგაზე არა. ესე აბსოლუტურად უკვე უკონტროლო და დაუმორჩილებელი იყო არძიმბას ხელისუფლება მაშინ იურისდიქციიდან ფაქტობრივადაც გასული და უკვე მიიღეს დოკუმენტიც მათმა უზენაესმა საბჭომ მიიღო დოკუმენტი, რითაც ის პრაქტიკულად აცხადებდა, რომ აღარ ექვემდებარებოდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას. შიგნითაც უკვე ეს ფორმირებები მათი აბსოლუტურად არაკანონიერი, ეგრეთ წოდებული აფხაზური გვარდია იარაღდებოდა. პირდაპირ ლომინაძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, შეუვარდნენ კონდახები ჩაარტყეს და გადმოაგდეს იმიდან და იქ დასვეს ანქვაბი, ესე ხო ანქვაბი დასვეს კი შინაგან საქმეთა მინისტრი. ესე იგი აბსოლუტ ამას არც ერთი სახელმწიფო რა თქმა უნდა არ მოითმენდა და იმიტომ ესე იგი ვიწრო შეკრებაზე უშუალების საბჭოსი, აი ხა განვიხილავთ სწორედ 30 წლიან პერიოდს, ხო? წყდებოდა საკითხი ჯარის შეყვანის. აი მაშინ იმ სხდომაზე დაოქმილეს, ეს უკვე ყველა მიცის. მე ჩემი მოადგილე იყო ავთანდილ იოსელიანი იყო აფხაზეთის საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე. ჩვენ წავდექით მთელი სამსახურის პოზიციით. იმიტომ წინასწარ მე შევკრიბე ჩემი კოლეგი, სადაც იყვნენ 80% ძალიან სერიოზული ძველი პროფესიონალები და
პირდაპირ მიწევს ბატონო ირაკლი ხა ჩვენზე კარგად რუსები ეს არის ხაფანგი ხო გვითრევდნენ ხო ხაფანგი აი ეს არ ხვალო მოგვიწევს მთელ ესე იგი რუსულ უზარმაზარ არმადასთან დატაკება ისინი შემოატრიალებენ ესე ვთქვათ თელ იმას ჩვენ წინააღმდეგ ამიტომ ჩვენ გამოვედით კატეგორიული წინააღმდეგით რომ თუნდაც რკინიგზის დასაცავად შესულიყო ჯარი იმიტომ რომ ეს იყო აშკარა ხაფანგი ეგრე არ გამოვიდოდა რომ რკინიგზის და მოგიწევდა მაინც ქალაქებში შესულს მორჩა უკვე ომში ჩა გითრევდა რა და ის თავის იმას შეატყო აი ეს იყო მე ახლა აფხაზეთის ომი რო დაიწყო ახლა ყველაზე მეტი მე და აგერ კიდევ სხვა აგიამ და ჩვევიომეთ ბოლო წუთამდე ომის მერეც ვომობდი მე ესე რომ ვთქვა აფხაზეთში იმიტომ რომ შენი სამშობლო უნდა დაიცვა ეს იყო სამამულო ომი ეს ხო არ იყო აფხაზები სულ 15%-საც არ შეადგენდნენ იმ საერთო ძალის რომელიც მთელი ინტერფრონტი ნუ ძირითადად რუსეთის მოქალაქეები იყვნენ ეს დაქირავებულები ჩtildeო კავკასიელები თითო კაზაკები ვინ იყო ეს პროფესიონალი სამხედროები რეგულარული ნაწილი ეს მასა რო დაიძრა შენ ხო რა თქვა მე ბოლოს უკვე იარაღით ხელში ავტომატით ხელში მიწევდა ფრონტის წინა ხაზზე ყოფნა რომ ჩვენი მეომრები შთაგვეგონებინა მაგრამ აი ეს იგივე მე გეტყვით მოხდა რა როდესაც მილიციის ნაწილები თავის დროზე მაშინ ზვიად გამსახურდია იყო პრეზიდენტი შევიდნენ ცხინვალში აბსოლუტურად გამართლებული სპეცოპერაცია იყო იქ რაც ხდებოდა ცხინვალში ის სრული განუკითხაობა და იქაც სეპარატიზმი და შეიარაღება მაგრამ შეიტყუეს რუსებმა და მერე უკვე შემოიყვანეს თავისი ნაწილი ანუ სამჯერ მოხდა ეგეთი რამე მესამე ხდება ყველაზე უკვე საშინელი ფორმით 2008-საც მოყვა უკვე კატასტროფული შედეგი რა თვალსაზრისით იმიტომ რომ პირველი ამ მთელი იგივე აფხაზეთის ომის მერე ნუ მანამდე სამაჩაბლოს კონფლიქტი აფხაზეთის ომის მერე არ ყოფილა ეგეთი რამე მაინც რუსეთი ნუ მთელი მსოფლიო ხო თავისთავად და გაერო რუსეთიც აღიარებდა რომ კი ეს არის ესე რომ ვთქვათ საქართველოს ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას აფხაზეთისაც და ცხინვალის რეგიონისაც ესე იგი რუსეთიც აღიარებდა ამ საკითხს არ ეხებოდა თუმცა ფაქტობრივად მისი კონტროლის ქვეშ იყო ეს ყველაფერი მაგრამ აღიარებდა რომ ეს რა თქმა უნდა ჩვენ შემადგენლობაშია ჩვენ იურისდიქციას აღიარებდა მათზე და უკვე აი აგვისტოს ომი ეს აღმოჩნდა ჩვენთვის საბედისწერო, რა თქმა უნდა, კატასტროფული შედეგების მქონე, როდესაც მოხდა ოკუპაცია უკვე სუსხვა ხარისხით, სუსხვა ესე რომ ვთქვათ დონეზე ეს გადავიდა პრაქტიკულად ახლა კი რუსეთმა თქვა რომ დამოუკიდებელი რესპუბლიკებიაო, დამოუკიდებლობა ვაღე, მაგრამ ეს რუსეთმა მოახდინა მათი პრაქტიკულად ანექსია. თუმცა მე მინდა გითხრათ რომ ამ ნოტაზე არ მინდა და მე იმიტომ კი არ გული გაუკეთო ჩემ თავს ან საზოგადოებას მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ საქართველოს მთლიანობის აღდგენა მე უბრალოდ ტერმინს ტერიტორიალურსაც ვარ ხმარობ თუ მთლიანობა მარტო ტერიტორიას არ გულისხმობს მთლიანობა გულისხმობს ტერიტორიას იმ ხალხთან ეს იქნება გარდაუვალი პროცესი მე ვარ ამაში ღრმად დარწმუნებული რა თქმა უნდა რთული პროცესი იქნება ძალიან ამას სჭირდება ძალიან დიდი მუშაობა სწორი მუშაობა სწორი სტრატეგიით, მაგრამ ეს იქნება გარდაუვალი და რაც თავარია ჩვენ აი ეს მწარე გაკვეთილები, რომელიც ჩვენ თავზე გადავიტანეთ, მე მგონი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიმახსოვროთ, რომ რაღაც ახალ ანკესებზე ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ. ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, დღევანდელი ხელისუფლება არის გაცილებით ესე რომ ვთქვათ, ფრთხილი შეუძლია რაღაცები უფრო მეტად გათვალოს უფრო დინჯად და ესე ვთქვათ რაციონალურად და ცივი გონებით მიუდგეს აი ესეთ გამოწვევებს ეს სწორია ეს ჩვენ გვჭირდება ჩვენში ყოველთვის ემოცია ჭარბობდა სწორად თქვი ხო ნუ პრინციპში სამჯერ ახლა შეიძლება მოყევი სამჯერ ერთი და იგივე მდინარეში შევედით სამივეჯერ ერთი და იგივე იმითი რა შეგვიტყვეს ჰერაკლიტე ამბობდა რომ ერთ და იგივე მდინარეში ორჯერ ვერ შევედი იმიტომ ყველაფერი მიედინება ხო და აი ეს შეცდომები აი რატო თუ შეცდომას დავარქმევთ ამას და ახლა კონკრეტულად
ღალატს არ დავარქმევთ, ხო? აი ეს შეცდომები, რომ 90 წელს გავიარეთ, ოსეთით რაც დაიწყო, სამაჩაბლოთი უბრალოდ შემდეგ გავიარეთ აფხაზეთის ომი, იგივე რუსებმა შეგვიტყუეს და აი წავალთ და ფსოუს წყალს დავლევთ და ჩავალთ, ჩამოვალთ და ორ დღეში აქავართ. წელიწად ნახევრამდე იქ ჯარიც არ იყო, ხო, ფორმირებების კრებული იყო და მაგრამ თავდადებით ომობდნენ. აი საოცარი თავდადება იყო და თანაც გენერალიტეტიც და უმაღლესი ოფიცრობა ყველა იყო ძალიან პროფესიონალი, გამოცილი ძველი. იმიტომ საბჭოთა ჯარი ჰქონდათ, იმათ რუკაც კარგად იცოდნენ, დაგეგმოც ყველაფერი. აი ეს მომენტი იყო, თუ არა, სახელმწიფოში იყო ანარქია, თორე აი ეს თავდადება ყიაზე მივდიოდით ყველა მარცხს გამართლება არ აქვს. დამარცხებულს გამართლება მაინც არ აქვს. მაგრამ სამდღიანი ომი ეს არის ესე ვთქვათ საქართველოს ისტორიის ეს რამე არ ახსოვს. სამ დღეში ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამ პოლიტიკურ დღეს ჯარი ჩვენი არის მართლა საამაყო სამხედროებით, ჯარისკაცებით, ოფიცრებით დაკომპლექტებული, მზად არიან ყველაფერზე წავლენ, რომ დაიცვა ქვეყანა. მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და უმაღლესმა სამხედრო პოლიტიკური თავმჯდომარის პირებმა, იგივე თავდაცვის მაშინდელმა მინისტრ კეზერაშვილმა და აი კომისიაზე რომ გამოდიან გენერლები, აი მათ კისერზეა რომ სამ დღეში ჩვენ არა მარტო ცხინვალის რეგიონი დავკარგეთ, თლიან პრაქტიკულად რა წინააღმდეგობა იქნა გაწეული. ორ დღეში უკვე თითქმის ცხეთამდე იყვნენ მოსული და სარკოზი რო არ ჩამოსულიყო კიდევ რამდენიმე საათში თბილისში შემოვიდოდნენ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ეს უკან დახევა რომ შეწინა. ორ დღეში უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი ღენახევარში. და პლუს მთელი დასავლეთ საქართველოს აიღეს შემოვიდნენ და კოდორის ხეობა ჩვენთვის სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე აქედან ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე რუსებმა და სეპარატისტებმა აიღეს ისე რომ ჩატოვებული იქნა ყველაფერი იარაღი, ტექნიკა, საწვავი. აი ეს არის აი ყველანაირ წარმოდგენის ფარგლებს ცილდება, ხო, ესეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. არ ვიცი ეს უპასუხისმგებლოა თუ შეგნებული, არ ვიცი, მე არ მინდა ეხლა სპეკულაციები ამ მე მაგალითად ვერ ვხსნი ვერანაირად რატო შეიძლებოდა იმ მომენტში და უშუალოდ სახელი გადაერქვა ზემო აფხაზეთად. აი ამას ახსნა არა აქვს. არანაირი ახსნა ვერ პიარნაბიჯია. აი რა დალის ხეობა რუსეთისთვის იყო. არა, აი ნახეთ დალის ხეობა. ანუ კოდორის ხეობა, დალის ხეობა. ეს არის აფხაზეთი, რა თქმა უნდა. ეს აფხაზეთი, როგორც გალია აფხაზეთი და გულრიფშია და ყველაფერი საქართველოა, ეს საქართველოს ეს ყოველთვის იყო აფხაზეთის შემადგენელი ნაწილი, რა თქმა უნდა და შესაბამისად ყველაფერი ეს იყო საქართველოს შემადგენელი ნაწილი, მაგრამ რა საჭირო იყო რომ დაერქმია ზემო აფხაზეთი, ეს რა თქმა უნდა ჩემთვისაც აუხსნელია, როცა ეს იყო ყოველთვის დალის ხეობა, კოდორის ხეობა. ხო და აი აქედან გამომდინარე ვგზნობ რომ ეს იყო რუსეთისთვის გაკეთებული რა. ფაქტი არის საგამოძიებო კომისიაზე. როზე თუ აფხაზეთია და მაშინ მოიტანა. ამაზე მომიწია ლაპარაკი რომ ზუსტად 2006 წელს ის რაც მოხდა კოდორის ხეობაში ეს იყო ყველანაირი წინაპირობის შექმნა იმისთვის, რაც რუსეთს ჭირდებოდა, რომ მერე რუსეთს 2 წლის მერე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე და უპრობლემოდ აეღო კოდორის ხეობა, როგორც მოხდა. განიარაღებული კოდორის ხეობა, შეიარაღებული კოდორის ხეობის აღება იქაურებს იმ რელიეფიდან და მოსახლეობის ბრძოლის უნარიანი სირთულეს წარმოადგენს. შეუძლებელი. აი რამცთიცი, აი რამნაირი მცდელობი მე სულ მიწევდა კოდორის ხეობასთან ურთიერთობა. ესე იგი ყველანაირი მცდელობა ქონდა. ბოლოს რუსებმა დესანტი ჩამოსხეს საერთოდ 2002 წელს. ვერ აიღეს ვერაფერი. და პლუს ჭირდებოდათ რომ ქონოდათ ეს სამართლებრივი რომ აი ხელშეკრულება დაიღო 94 აი რა ჯარი შეიყვანა ხო უკროაშვილი არ იყო თავდაცვის მინისტრი იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი ოპერაციის და მერაბიშვილი ხო უკროაშვილი
ანუ ეს ორი რამე ჭირდებოდათ რომ რუსებს რომ აი განიარაღებული მოსახლეობა რომ პრობლემა არ ქონოდათ, რა სვერპლი არ ქონოდათ და თვითონ არ ქონოდათ სვერპლი ოპერაციის დროს და პლუს და ფურცელზეც რომ გაправებული აი ჩვენ არ დაგვირღვევია. აი ეს წინაპირობა შეუქმნა ხონჩით მიართვა სააკაშვილის დროინდელმა რეჟიმმა. ირაკლი, რა მაინტერესებს? აი თვითონ შენ რა საშიშროებას წარმოადგენდი ეს სააკაშვილის ხელისუფლებისთვის? აი ემზარკვიციანი კიდე გასაგებია იქ იყო და ამ მონადირეს უფროსი იყო და მის თავზე გადაიარა ყველაფერი, მაგრამ აი შენ აი ესეთ რა საფრთხეს წარმოადგენდი ამ ხელისუფლებას, რომ ინტელექტუალური მხარდაჭერის გამო გაგიშვეს ციხეში თავიდან 24 წელი წამიყენეს ჯამში. და 24 წელი წაგიყენეს ჯამში. ანუ რამე იყო ისეთი, რაც არის ის საზოგადოება. თქვენმა ბრძოლამ და პატრიარქის ძალისხმევამ გამოყვანა. კი, ეგ მახსოვს. 2 წლამდე მომიწია სულრო, და თქვენმა ბრძოლამ პატრიარქის დიდმა ძალამ, თუმცა საზოგადოების და მე მინდა გითხრათ საერთაშორისო ორგანიზაციების ძალიან ჩართულობა ჰქონდათ, ჩართული იყვნენ ამ პროცესში, მაგრამ თვითონ ანუ ის მარტო და მხოლოდ ემზარკვიციანი არა, ეს საერთოდ აი მე როგორი რამე, აი ჯერ ესეთი ის რო ქონდათ, რომ ეს საფრთხეა და ეს უკვე მეტყველებს აი რა პარანოიდალური ცნობიერებით იყვნენ გამსჭვალული, იყო ეს გამსჭვალული მაშინდელი ხელისუფლება. საერთოდ ჟილ დელოზი გენიალური ფრანგი ფილოსოფოსი მე-20 საუკუნის მიწურულის დღეს ყველაზე პოპულარული ჟილ დელოზი თავის ერთ-ერთ წიგნში წერს, რომ ტირანი არის პარანოიკი, ხო? ტირანი არის პარანოია. და ყველანაირი ტირანი დაავადებული პარანოით და ყველა შეხედავს საფრთხეს. ამიგეთ? ამიტომ ეხლა ეს გასაკვირია, რომ ჩემში საფრთხეს ხედავ, შენში საფრთხეს ხედავ, ყველაში მე ვთქვათ, ის მომენტი იყო გასაგები, რომ პირველივე დღიდან ვარდების რევოლუცია რომ მოხდა, მე ძალიან დაპირისპირებული აღმოჩნდი, ღიად, და პირდაპირ თავიდან, ვიტყვი, ახლა ვიცოდი ეს ხალხი რა, ესე რომ ვთქვათ, ზეპირად და გრძნობდი რას მოიტანდნენ რა და ჯერ ის ფორმა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო რა ფორმითაც მოხდა ესე რომ ვთქვათ გასაგები იყო რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ყველში ქონდა ამოსული შევარნაძის დროინდელი ხელისუფლება და ყველაფერი ის რაც მასში ხდებოდა მაგრამ ეს ფორმა რა ფორმითაც ეს მოხდა ეს ხელისუფლების გადაგდება რომ ეს აბსოლუტურად კარგის მომტანი არ შეიძლება იყოს ეს ცხადი იყო ჩემთვის და თან თვითონ ისიც ცხადი იყო თუ ეს ლიდერები და იგივე სააკაშვილი საბოლოო ჯამში რას მოიტანდა ამიტომ მე პირველივე დღიდან ვიყავი დაპირისპირებული რო შემოვიდნენ პარლამენტში მე მალევე ჩვენ ხა ეს გადაღება ნაჩვენ მე ჩემ მეგობრებთან ერთად აბსოლუტურად მე გვაბრალებენ აღარ გვაცვია ყველაფერი არაფერი მე იქ ზედმეტი არ ქონა არც იარაღი არაფერი ჩემ მეგობრებთან ერთად შევედი და პირდაპირ უთხრა დატოვეთ აქაურობა მეთქი ვინც დეპუტატი არ არის ყველამ დატოვოს გაიქცნენ სხვათა შორის მაშინ და ყველა გავიდა და რამდენიმე დარჩა მაგრამ მე ცხადი გახდა ჩემთვის რომ რაღაცა პროვოკაცია არ მომხდარიყო იქ რაც შეიძლება აწყობდათ მაშინ მათ მე დავტოვე იქაურობა მივხვდი რომ უკვე აი რაღაც მექანიზმი იყო ჩართული გარდაუვალი და ალბათ ესეც უნდა მომხდარიყო საბოლოო ჯამში რა მე რომ ყველაფერს ნათელი მოფენოდა თუმცა ეს ძალიან ძიმე შედეგებთან აღმოჩნდა. და ამას მიემატა გია ის რომ მე ტელევიზიით ღიად გამოდიოდი ამ ავტორიტარულ რეჟიმზე ვლაპარაკობდი, იქ რომ დაიწყეს ეს ტელევიზიების იბერიაზე მე იქ ვიყავი ახლა მაშინ ძალიან მეგობრობდით მე და ზაზა ოკუაშვილი და გვერდში ვედექი ეს რომ შევარდნენ მაგის ფაბრიკაში და დაანგრიეს დაამტრიეს ყველაფერი და მიტაცება უნდათ და მთელი ბიზნესის წართვევა მთელ მოლაპარაკებებს მე ვიცი მთელი ეს მოლაპარაკე ვესწრებოდი იქ ამდენი წილი იმისი უნდა იყოს ამდენი წილი სააკაშვილის უნდა იყოს იმ სიგარეტის ეს წარმოუდგენელი რამე ხდებოდა და ტელევიზია გაუქმეს წაართვეს საერთოდ ხო
და ასე ხდებოდა კიდევ ყველა ფრონტზე, ყველა მიმართულებით ეს რეპრესიები თავიდანვე დაიწყეს, მოსვლა ვერ მოასწრებდა. ამ უკვე დაიწყეს და მე ამაზე მქონდა რეაქცია, ღია საჯარო გამოსვლები, აი იქიდან გაჩნდა მათი ეს დაპირისპირება ჩემ მიმართ, აუტანლობა თუ შეიძლება ალბათ, იმიტომ რომ მე ხა ბევრი წყაროები მყავდა იგივე ძველ უშიშროების ხალხდა ვიცოდი ახლა რამდენი მითვალთვალებდნენ მისმენდნენ მის ქვეშ ვყავდით გარკვეული და რა თქმა უნდა ახლა მათთვის ის რომ მე ეს მე ძიმე გადაწყვეტილება მივიღე მაშინ ჩემთვის რომ თქვი რომ მე არ უნდა დაუშვა მე ყველაფერი ესე მე ვალდებული ვარ წინ აღუდგე აი ამ ხელისუფლების, გულისხმობ სააკაშვილის ხელისუფლების აი ამ ავანჭურას და აი ამ მოღალატეობრივ გადაწყვეტილებას, რომ ჯარი შეიყვანოს კოდორის ხეობაში და განაიარაღოს იქ მოსახლეობა, მაშინ როდესაც შეეძლო მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით ეს ყველაფერი გადაეწყვიტა თავისუფლად, მზად იყო იქ ყველა ამაზე. და მე წინ რო აღვდე, მე რო გამოვედი ტელევიზიით, მეორე განცხადება გავაკეთე, მე ემზართან მქონდა, სულ საუბარი ნორასთან მქონდა, ეს უკვე რა თქმა უნდა მე ვიტყვენ არ მაპატიეს და მე ველოდებოდი ამას. მზად ვიყავი ამისათვის, რომ თუ ლიკვიდაციას არ გამიკეთებდნენ, დამიჭერდნენ მაინც. ირაკლი, აი მაშინ თუ გძნობდი შენ ამ ამბობს 2003 წელს გულისხმობ ესენი რომ ეგრეთ წოდებული ბჭყალებში ვარდების რევოლუციით ან ფერადი რევოლუციით მოვიდნენ, ფერადი რევოლუციების ტალღამ რო გადაუარა ერთ-ერთი პირველები ვიყავით ჩვენ დედამიწას. მაშინ თუ გძნობდი ესე მძაფრად რომ დაუშვათ ეს სოროსის ფონდები და ეს ფონდები და ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ის აი როგორც მე ამოტივტივდა და მე გამოჩნდა ეს ყველაფერი უკრაინის ომი რო დაიწყო აი მანამდე თუ იყო ესეთი საგზნობი იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადამიანები ვერ გძნობდნენ ამას ეხლა რა სოკოები ვითაც არის თქვათ არასამთავრობო ორგანიზაციები სად იყო მაშინ მაგრამ ყველამ ვიცოდით და ყველამ იცოდა ტელევიზიებითაც ეს მე უკვე ღიად იყო სოროსის ფონდი იყო ყველა აფინანსებდა პრაქტიკულად ძირითადად სოროსის ფონდი აფინანსებდა, თუმცა სხვა არხებიდანაც ფინანსდებოდა ეს ეგრეთ წოდებული რევოლუცია. ყველა შტოს თავის დამფინანსებელი ყავდა. სოროსი მთლიანად აფინანსებდა, რა თქმა უნდა. და ეხლა რა არის იცით, რა თქმა უნდა, ამერიკელების ინტერესი მაილსი იყო ჩარეული ამ ამბებში, თუმცა ამერიკელები ძალიან ფრთხილად იყვნენ განწყო თავიდან. მათ არ უნდათ დიდი შეჯახებები და მტკივნეული პროცესები, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ ამერიკელების ინტერესთან ერთად რუსები იყვნენ ძალიან დაინტერესებული ამ რევოლუციით, იმიტომაც ჩამოვიდა ივანოვი პრაქტიკულად და ესე რომ ვთქვათ, ბეჭედი დაადო, დასტური მიცა ყველაფერ ამას. ანუ ამერიკა და რუსეთი შეთანხმდნენ? კი ბატონო. რომ ამათთვის გადაეცათ ხელისუფლება, ხო? ესე მოხდა რა. ესე მოხდა 91 წლის მაიმ პერიოდშიც. როცა დაემხო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება. და შევარდნაძე ჩამოვიდა, ხო? ხო. მაშინაც ესეთი ის მოხდა. გამიგეთ? მე ვარდების რევოლუციის დროსაც ამერიკელების და რუსების ინტერესი დაემთხვა პრაქტიკულად ესე გამოვიდა. და მოხდა ის რაც მოხდა. ისე ხო ვფიქრობ, რამდენად ძნელი აღმოჩნდა რომ საქართველოს ხელისუფლებას რაღაცნაირად ეს ყველაფერი გაეწმინდა და რაღაცნაირად სუვერენიტეტის ხაზზე დამდგარიყო. მართლა დამოუკიდებლობის ხაზზე დამდგარიყო. ესე იგი, რამდენი ბრძოლა დაჭირდათ მართლა რომ 2012 წელს მოსულ ხელისუფლებას, ხო, პრინციპში ეს ულტიმატუმი იყო ეს კოჰაბიტაციაც. რა თქმა უნდა. იმათი იძულებით. მაშინ ჩვენ ამბავი იყო. ესეთი მტკივნეული რაღაცები არ დაგვჭირდებოდა. ამ ხელისუფლებას ჩვენ საზოგადოებას მარტო ხელისუფლება ხო არ საზოგადოებას ჰქონდა ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება წინა რეჟიმის მიმართ, ხო? აი ერთი სულის შებერვა იყო საჭირო რა. არავითარი მტკივნეული და ესენი ყველანი იყვნენ, ესე რომ ვთქვათ, უკვე ყოფილი რეჟიმის ხალხი იყვნენ ჩაჩუმებულები და ჩემოდნებზე და
ცხვირის გამოყოფის ეშინება. არა თან მაგრამ ნუ ჯობს გვიან ვიდრე ხო, არა. მაგრამ თუ თან გვახსოვს ჩვენ ხო 2012 წლის პარლამენტი ვინ იყო მაშინ ქართულ ოცნებას ვინ წარმოადგენდა ხო გვახსოვს იქ ხიდაშელებიც იყო, უსუფაშვილიც იყო, ბერძენიშვილებიც იყვნენ, გუბას სანიკიძეს ყველა ძალიან ჭრელი. დაუკვევე. ხო, ანუ ის იმათი ხალხი იჯდა ისევ იქ რა. იცით და ჯერა მათი დაწმენდა, მერე ისა, ამდენი პრინციპში ხალხს აქვს ის რომ რა თავიდანვე რატო არ მოხდა ეს ყველაფერი და ვერც მოხდებოდა. ვერც ისეთი ჭრელი შემადგენლობა იყო და დრო რაღაცა დრო ყველაფერს ჭირდება, ხო? ამან ერთ ის უკითხვა მიჩნდება ეხლა რომ ბაჩორის ახლა მე არ მაქვს იცი მე ტრული დამოკიდებულება იშვიათად მაქვს ხოლმე ესეთი და ხვარძლიანი მე არ მახასიათებს არა მით უმეტეს ეხლა რომ ახსენებ და რა გვარებიც ახსენე ეხლა არ მაქვს მე ეგეთი რაღაც სიძულვილის პირეგე და ამ ბევრის მიმართ ქუჩაში შევხვდეს თქვა დათო იქნება უსუფაშვილი პატევისცემით შევხვდები და რა თქმა უნდა მაგრამ უბრალოდ რა არ მესმის იცი გინა აი რო ლაპარაკობს თქვა აი მსმენია ყველა თითოეული მათგანი ახლა ზოგს ვიცი ახლა მაგრამ გახარიას არ ვიცი ხო აი უსუფაშვილი გახარია ნუ გუბა სანიკიძე აი მახსოვს ახლა ზვიადი ძალიან კაი პიროვნებაა ძიძიგური იმანაც ის თქვა შეიძლება ეკაბეს ყველა ეძახის რომ აი მე რო ვიყავი მაშინ ის სხვაოც კარგად იყო საქმე გამიგე ოცნება კაი და რუსული რეჟიმი არის ხო მაშინ არისო რუსული რეჟიმი და ყველა სხვადასხვა დროს წამოვიდა ან უნდა ყველა ესენი შეიკრიბონ და შეთანხმდნენ რომ როდის იყო ეს ქართული ოცნება კარგი და როდის არ იყო და ყველა სხვადასხვა დროს წამოვიდნენ და ვერ გავიგეთ როდის იყო როდიდან გახდა ცუდი ეს ქართული ოცნება რომ ყველა სხვადასხვა ერთი წამოვიდა ერთ დროს მეორე და ყველა ჩემ დროს კარგი იყო იცი რა როცა რაღაცა არ მოგწონს იქ რო ხარ მაშინ უნდა გააკეთო განცხადება მე ხო ადგე ტრიბუნაზე რუსულ რეჟიმს ემსახურება ხო რომ მოდიხარ და მე რო ვაკეთებ აფხაზეთის ომის წლებში ვიყავებდი ყველაზე საკვანძო ერთ-ერთ თანამდებობას ვიყავი საინფორმაციო სადაზვერო სამსახურის თავმჯდომარე და თან ომში მიწევდა სუყოფნა მე განცხადებები მე კი არ დავიწყე რომ გადავდე ჯერ ჩემით გადა მე არაერთხელ დაუპირისპირდი მაშინ ამხელა თანამდებობის პირით შევარნაძე მე ეს გამოიყენა აი ჩვენ დემოკრატია გვაქვს როდესაც ციკლაურია წამეს ეთერში გამოვედი პირდაპირ და თქვი ვამბობ ჩვენ მეთქი თუ ფაშისტურ რეჟიმს ვაშენებ მე ესე იგი მე პირველი დაუპირისპირდები მეთქი და ეხავე წავალ თანამდებობიდან მეთქი და გადავარჩინე ის ადამიანი სიკვდილს მაშინ მეორედ მომიწია მესამედ მომიწია კიდევ დაპირისპირება უშიშროების საბჭოს ხდომა როდესაც იყო მაშინ მომიწია დაპირისპირება პირდაპირ შევარდა აი ვაჟაც იყო ლორთქი ფანიძე და ბევრი სხვა და პირდაპირ მიმართე მე კიტოვანი იყო თავდაცვის ჯაბა იოსელიანი ითვლებოდა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ და ნუ ხთელი ხედრიონის ამხელა ძალის მეთაური იყო და მე პირდაპირ თქვი რომ თქვენ მეთქი ორივე უნდა წავღიათ უთხრა შევანაძე თვითონ გაკვირო თქვენ მეთქი უნდა წახვიდეთ გეყოთ მეთქი იმიტომ რომ აი თქვენ გამო გვეძახიან ჩვენ ყაჩაღების მთავრობას მეთქი ანუ შენ თუ და ბოლოს საერთოდ SNG-ში ჯერ იმას მიმართებ მთავრობას სოხუმის დაცემის მერე საჯარო გამოსვლით თავრობის ხდომაზე ჩვენ წესით ყველა უნდა წავიდეთ მეთქი ესეთი მარცხის მერე და მერე SNG-ში გადაწყვეტილება გავაპროტესტე ღია ეთერში და თქვი გადავდექი მე ესე იგი მე ერთი რამე არ მის ხარ ან დეპუტატი ან პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა და არაფერ პროტესტს არ აცხადება ყველაფერი მოგწონს არ მახსოვს ვინმეს რამე ჩივილი გამოეხატოს ეთქვას რომ აი ამაში არ ვეთანხმები ქართულ ოცნებას ამაში არ ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს და ასე შემდგომ არავის არაფერი არ უთქვია და რომ მიდიან თანამდებობებიდან მე აღმოჩნდება რომ არიან დაპირისპირებულები ეს არ არის ნეობრივი ამაში მორალი ნამდვილად არ არის ეს კეთილსინდისეობა პოლიტიკოსმა ესეთი რამე არ უნდა გააკეთოს ეს ალბათ გონია იმის
იმიტომ ხდება, რომ პასუხისმგებლობის მომენტი არ არის პოლიტიკოსებში რა. არანაირ მე არ მინახია ამდენი 30 წლის განმავლობაში ვინმეს ეთქვა რომ პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე რომ აი ეს ამიტომ მოხდა რომ მე შემეშალა. ეგეთი ადამიანი საქართველოში არ ყოფილა 30 წლის განმავლობაში და სულ შეცდომებში ვართ. კი. რაღაცნაირად აი ეს პასუხის მომენტიც თავისი ქვეყნის წინაშე, თავისი ხალხის წინაშე ხო უნდა დადგეს. თუ შენი გირჩევენ იმიტომ რომ შენ ქვეყანას და შენ ხალხს უნდა ემსახურო, მაშინ ამის პასუხი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც უნდა ატარო, ხო? კი ბატონო. ხო და აი მე სხვათა შორის პასუხისმგებლობის გზნობა თან ყველაზე მნიშვნელოვანია მარტო მერე კი არ არის. იმ მომენტშია, როცა კრიტიკული მომენტია. ძალიან იმიტომ ჰარალეთ შევედით ახლა რა დავი ცხინვალში რა შედეგი ან ესე იგი ახლა ის დაპირისპირება რო იყო რასაც ის დამღუპველი სამოქალაქო ომი მოყვა ხო იგო თავიდანვე ორივე მხარეს ეკისრებოდა ორივე მხარეს ძალიან ახლა მაგ ისტორიას ორივე მხარეს ხო ორივე მხარეს პასუხისმგებლობა დიდი იყო აი უშუალოდ იმ ზღვარზე როცა ვიდექით აი ამ სამოქალაქო დაპირისპირება მერეც ეს ომები იქნებოდა თუ ვარდების რევოლუცია რომ გასაგებია რომ უკვე ხალხის უმეტესობას ელში ქონდა შევარდნაძის ხელისუფლება და ის უკვე სტაგნაცია და კორუმპირებული სისტემა და სიახლე უნდოდა და გასაგებ მაგრამ როცა ესეთ ცვლილებაზე მიდიხარ ხო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ამას ადამიანი ეხლა მე მაგალითად ბევრი რო ლაპარაკობს აი მე მახსოვს იქ 26 მაისი ხო ჩვენი 2009 წელს სტადიონი აი იმიტომ კი არა შენ ჩემი მეგობარი შენ ხარ დასაფასებელი რატო იცი შენ პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით მიუდექი იმას რომ ხაში ხო შემართული იყო რა აქედან დავიძრათ ეხლა და უნდა არ არის რა ესე რა იმას რა მოყვებოდა მაშინ რა სისხლი შეიძლება მოყოლოდა ამიტომ ყველა ადამიანი ვინც მაშინ ამას და შენ მაშინ შენ იყავი ესე ვთქვათ სათავეებთან აი ეს იყო პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა და თან ის რომ აი უნდა გაიაზრო სიტუაცია რა ყოველთვის და არა ყო რაღაც ემოციას და მხოლოდ ან ვინ რა სიტყვის მერე შენზე ამას არ უნდა აყვეს ადამიანს. მე მახსოვს ეგ დღე ძალიან კარგად, იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობდი. მე არ ვიცოდი როგორ გამეგზელებინა ელემენტარულად ეს მაგრამ ეგ იყო სწორი გადაწყვეტილება. 26 მაისის ამბავი და აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე მივენდე პატრიარქს რა. თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ვიცოდი რა ხდებოდა სამების ეკლესიაში, ვიცოდი რა ძალებიც იყვნენ მობილიზებულები. ვიცოდი რაც მოყვებოდა ამ ყველაფერს. კი, ყველაფერზე წავიდოდა მაშინ სააკაშვილის რეჟიმი პირდაპირ ცისკს დაყრინდნენ. და ის რომ დაუშვათ მე წინა ღამეს პატრიარქთან მივედი და პატრიარქმა მითხრა რომ ეს პრინციპში მე ვაპირებო ხვალო მოსვლასო მანდო და როგორ ფიქრობო შენო რა შეიძლება რა განცხადება უნდა გაკეთდეს მე ვთხარი თქვენო უწმინდესობა თქვენ როგორც ფიქრობთ მეთქი და რაც გონიათ რომ უნდა თქვათ ისთვის მე როგორ შემიძლია თქვენ გიკარნახოთ რამე მეთქი და მე ვფიქრობ რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოსო იმიტომ რომ ეს სიტუაცია ჩაწყნარდესო რიგგარეშეო და მე ვთხარი როგორც თქვენ გადაწყვიტავთ ისე გააკეთეთ მეთქი და მე უკვე მეორე დღეს სტადიონზე რომ ეს ამბავი მოხდა და რომ დამირეკეს და მითხრეს რომ ხალხი მივარდა საპატრიარქოშიო და არ უშვებენო უწმინდესო სტადიონზეო რა მაშინ გადავწყვიტეთ რომ მაშინ თქვა რომ სამებაში წავიდეთ და იქ გადავწყვიტოთ და იქ ვილოცოთ და რაღაც და მაგიტომ მოხდა სამებაში და წასვლა და იქ რო თქვა რომ დაველოდოთ არჩევნებსო არაფერი ეხა საბოლოო ჯამში არ გავაკეთეთო ისეთიო რომ ეს ქვეყანა გადავჭეხოთო მაგიტო თქვი მეც რომ უნდა დაველოდოთ იმიტომ რომ მე არ შემელო რომ დაუშვათ ფიქრობდი იმას რომ ეს ჩემ ხარჯი შეიძლება და ჩვენ ხარჯი შეიძლება და ძალიან დიდი სისხლით დაღვრილიყო რა და ამიტომაც მივიღე მე ტალახი ფურთხი და ყველაფერი რაც მივიღე რა მაგრამ ეს იყო შენი მხრიდან აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი იყო სწორი და ეს ისტორიამ დაადასტურა ხო და იმ რეჟიმის რო იტყვიან დამარცხება
ეს იყო გარდაუვალი პროცესი და რა თქმა უნდა თავარი საქმე გაკეთდა 2012 წელს, როცა ქართულმა ოცნებამ და ბიზინა ივანიშვილის გააკეთეს ეს უდიდესი საქმე, რომ გაგვანთავისუფლეს იმ რეჟიმისგან, მაგრამ მანამდე მთელი ეს ბრძოლა რაც წარმოებდა, ეს უნაყოფო და ფუჭი ბრძოლა არ იყო. ეს იყო უზარმაზარი პროცესი, რომელმაც მოიტანა ბოლოს სწორედ 2012 წლის დიდი გამარჯვება. დიდი მადლობა და ესე მინდა დავამთავრო პრინციპში ეს ფუჭი ბრძოლა მართლა არ იყო და ერთხელ და სამუდამოდ მაშინ თქვით ჩვენ რომ არ შეიძლება ამ ყოველ 5 წელიწადში და თუნდაც 10 წელიწადში ერთხელ ამ გადაგდებებით და დამხობებით და გავიარეთ ჩვენ ეს უკვე და აუცილებლად როგორც არ უნდა გვიყვარდეს, მოგწონდეს თუ არ მოგწონდეს ჩვენ ხელისუფლება, ხო? აინც ყველა ვარიანტში არჩევნებს უნდა დაველოდეთ და არჩევნების გზით გავისტუმროთ ყველაფერი, იმიტომ რომ არ არსებობს არჩევნების ამ დონეზე გაყალბება, რომ რაღაც კონკრეტულმა ძალამ კრიტიკულად მოიგოს და ის ვერ გაიფორმოს. არ არსებობს ესეთი რამე. ეს 2012 წელმაც გამოაჩინა, თორე რისი დამთმობი იყო სააკაშვილი ხელისუფლების. უბრალოდ კრიტიკულად ძალიან დიდი მასა მობილიზდა იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება შეეცვალა. აი, როცა მობილიზდება ესეთი ხელისუფლება კრიტიკული, ეს ხელისუფლება შეიცვლება. ამაში 1000% დარწმუნებული ვარ და არ არის ის მართალი, რომ რაღაცა ყურით მოთრეული, ესე ვთქვათ, გაყალბებული არჩევნებით დღეს სიტუაცია ვიღაცამ გაიფორმოს და ესე ვთქვათ, ბჭყალებში სლენგზე ვიტყვი გაიправოს. და პლუს ნამდვილად არავის არ ჭირდება, რომ ბნელი წარსული მოbrunდეს. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში. უნდა მოვიდეს მომავალი, რო იტყვიან ახალი, ნათელი, ჯანსაღი, პატრიოტული და რო იტყვიან ინტელექტუალური ძალა და არა ის მომზადებული და არა ის რომ ბნელი წარსული მოbrunდეს თან რომლებსაც არანაირი ავტორიტეტი უკვე ხალხში. კი ბატონო და ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რაც დღეს ქუჩაში ხდება, ამათ უნდათ თუ არ უნდათ იმ ბნელი ძალის მოbrunებას უდგანან გვერდში. აი ეს ხვდებიან ამას თუ ვერ ხვდებიან. აი ეს არის, ესე მინდოდა დამემთავრებინა, დიდი მადლობა ირაკლი, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანებოდეთ ნახვამდის. ამერიკამ ზელენსკი კუთხეში მიიმწყდია და რეპარაციებზე უპრეცედენტო მოთხოვნებს უყენებს. ბრიტანული ტელეგრაფი წერს, რომ დონალდ ტრამპი ზეწოლას ახდენს უკრაინაზე და მას უზარმაზარ სარეპარაციო გადახდებს თხოვს უკრაინულ ბუნებრივ რესურსებზე კონტროლის სახით. ეს დოკუმენტი არის ექსპროპრიაციის შესახებ, არ არსებობს არანაირი გარანტიები, არანაირი დამცავი მუხლები. შეერთებული შტატები არაფერს არ ადგენს. ამერიკელებს შეუძლიათ წასვლა, უკრაინელებს არა. მე მსგავსი არაფერი მანამდე არ მინახავს, ამბობს ატლანტიკ კაუნსილის ენერგეტიკული სამართლის ექსპერტი. სტატიაში ნათქვამია, რომ შეთანხმების დოკუმენტის თანახმად ყველანაირი ეჭვი იფანტება ტრამპის მთავარი მიზნის შესახებ. მას უნდა უკრაინა ამერიკისთვის ნავთობის, გაზის და რესურსული დარგების კოლონიად აქციოს. სტატიის ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ რუსეთი შესაძლოა მსოფლიო ბაზარზე მალე დაბრუნდეს, ხოლო ევროპული სანქციები მის მიმართ უკვე ივლისში ჩამოინგრეს. ირონია კი იმაშია, რომ დასავლელი პოლიტიკოსების აზრით, სწორედ რუსული ეკონომიკა უნდა ჩამონგრეულიყო სანქციების ქვეშ, მაგრამ დასავლეთის გეგმები არ შესრულდა. დასავლეთი ყველა ფრონტზე დიპლომატიურ კატასტროფას განიცდის, ნათქვამია სტატიაში. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ძალიან ცუდი ამბები ელის, თუ კი თეირანი ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე შეთანხმებას არ დათანხმდება. მე მაქვს სია, ვის უნდა მივადევნო თვალი და ამ სიაში ირანს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. როგორც თქვენ ალბათ იცით, მე ახლახან მათ წერილი გავუგზავნე, რომელშიც ვწერ. თქვენ მოგიწევთ გადაწყვეტილების მიღება ან ერთი ან მეორე მხარეს და ჩვენ არ დავილაპარაკებთ და განვიხილავთ ყველაფერს ან ირანს ძალიან ცუდი ამბები შეემთხვევა და მე არ მინდა ეს მოხდეს. ჩემი დიდი სურვილია და ამას ვამბობ, არა სიძლიერის ან სისუსტის გამო, რომ ჩვენ ირანთან ამ საკითხს გადავწყვეტ. მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა წერილი გაუგზავნა ირანის უმაღლეს ლიდერს ალი ხამენეის, რომელშიც მიუთითა, რომ ახალი ბირთვული შეთანხმების გასაფორმებლად ორთვიანი ვადა განესაზღვრა. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ძალიან ცუდი ამბები ელის, თუ კი ის თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას არ გააფორმებს.
ამერიკის ეროვნული დაზვერვის უფროსმა ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ გაუუქმა წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე ჯო ბაიდენს, კამალა ჰარის, ჰილარი კლინტონს და რამდენიმე სხვა პოლიტიკოს და ტრამპის კრიტიკოს. პრეზიდენტის განკარგულებით მე გავუუქმე წვდომა ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე. ასევე ნებადართვები და წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე შეუწყდათ კამალა ჰარის, ჰილარი კლინტონს, ლის ჩეინჯს, ადამ კიზინგერს, ფიონა ჰილს და ალექსანდრ ვიტმანს, თქვა გაბარდმა. ილონ მასკმა თავისი სოციალური ქსელი მიჰყიდა თავისავე სტარტაპს XAI-ს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში მუშაობს. მასკის თქმით, XAI-ს და X მომავალი მჭიდრო იქნება დაკავშირებული და ამ გარიგებას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რადგან ის გააერთიანებს მოწინავე ტექნოლოგიებს და XAI-ს გამოცდილებას ხელოვნური ინტელექტის სფეროში X-ის ფართო აუდიტორიასთან. მასკმა Twitter-ი 2022 წელს $44 მილიარდ იყიდა და მას X-ი დაარქვა. ამ გარიგების შემდეგ სოციალური ქსელის ღირებულება შეფასდა $33 მილიარდ ვალების გაუთვალისწინებლად, ხოლო სტარტაპი XAI $80 მილიარდ. ბოლო კვირის განმავლობაში შეინიშნება საგანგაშო ტენდენცია. სულ უფრო მეტი კამიკაძე დრონი აღწევს უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მას. აჩენს მასშტაბურ ხანძრებს, წერს გერმანული გამოცემა ბილდი. ახლა უპილოტო თვითმფრინავები ტაქტიკას ცვლიან. იმის ნაცვლად, რომ ცალკეულმა აპარატმა დროის მცირე ინტერვალში სამიზნის კი ნიფრინოს, დრონები ჯგუფებად იყრიან თავს რამდენიმე 1000 მეტრის სიმაღლეზე, სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში დაგეგმილი შეტევის ობიექტიდან. შემდეგ კი როგორც ერთი მთლიანი თავს ესხმიან შერჩეულ სამიზნეებს. ამ კოორდინებული თავდასხმების შედეგად ცაში ერთდროულად ადის ასაფეთქებელი ნივთიერებით შეკეთებული მრავალი დრონი და მათგან მხოლოდ ერთეულების ჩამოგდებაა შესაძლებელი, წერს გამოცემა. უნგრეთის პრემიერმა კომენტარი გააკეთა Financial Times-ის იმ სტატიაზე სათაურით, დროა ევროკავშირმა ორბანის პრობლემა გადაწყვიტოს. ორბანის თქმით, Financial Times-ი ერთ რამეში მართალია. ევროპა დარვინისეულ მომენტს გადის. მათ უნდათ ევროკავშირი მშვიდობის პროექტიდან ომის პროექტად აქციონ. ეს ევოლუცია არ არის, ეს ლპობაა. ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ იმის მიუხედავადაც კი, რომ მათ ჩვენი დასჯა უნდათ. ილონ მასკი მარინ ლე პენის განაჩენს გამოეხმაურა. როდესაც რადიკალ მემარცხენეებს არ შეუძლიათ დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვება, ისინი სასამართლო სისტემას იყენებენ საკუთარი მოწინააღმდეგეების დასაჭერად. ეს არის მათი სტანდარტული ტაქტიკა ყველგან მსოფლიოში. პარიზის სასამართლომ ფრანგი ულტრამემარჯვენეების ლიდერს მარინ ლე პენს განაჩენი გამოუტანა ევროპარლამენტის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე. პოლიტიკოს სახელისუფლებო ორგანოებში კენჭისყრის უფლება ჩამოერთვა. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ის ყოფილ ელჩს რუსეთში მაიკლ მაკფოლს აინტერესებს, რატომ ზულს ევროპელები ასე ძალიან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ვენს. რატომ ზულს ვენს ევროპელები ასე ძალიან, სიმართლე გითხრათ არ მესმის. ახსნა განმარტებები მას კომენტარებში თითქმის ერთმად უპასუხეს, იმიტომ რომ ევროკავშირი სხვის კმაყოფაზეა. ამერიკის პრეზიდენტის შვილი დონალდ ტრამპი უმცროსი ეროვნული გაერთიანების ლიდერის მარინ ლე პენის გასამართლებას გამოეხმაურა. საფრანგეთი ლე პენს ციხეში აგზავნის და არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. ისინი უბრალოდ ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ჯეი დი ვენსი ყველაფერში მართალი იყო.